აქცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში მოსახლეობის ნაწილი გასხვისებული საძოვრების დაბრუნებას ითხოვს. მათი განცხადებით 2016 წელს აღიარების კომისიამ მოსახლეობისაგან ფარულად 10 ჰექტარი საძოვარი გაასხვისა, რომელიც სხვადასხვა პირზე 3-ჯერ გაიყიდა. სოფელმა სარჩელით სასამართლოს მიმართა და პირველ ინსტანციაში საქმეც მოიგო, თუმცა პირობითმა მფლობელმა სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, იმის მიუხედავად, რომ საქმეზე სასამართლო დავა არ დასრულებულა, საძოვრების ტერიტორიაზე გათხრები დაიწყო, რასაც ისინი უკანონოდ მიიჩნევენ. საგარეჯოს მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის მომართვის საფუძველზე სამუშაოები შეწყვეტილია და მფლობელი მას პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნებს. გასხვისების კანონიერების საკითხი კი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი. თოხლიაურის მოსახლეობას დღეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები შეხვდნენ და იურიდიულ საკითხებში დახმარებას დაპირდნენ. ეს ადგილი თაღლითური სქემით გაიყიდა, როგორც გითხარით. უკვე სასამართლოზე ქონდა გადაცემული. ხალხმა გავიმარჯვეთ. მერე დაინტერესებულმა პირებმა ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და დღესაც მიდის ამ საქმის განხილვა. მაგრამ დაინტერესებული პირის ვაჟი არ ისვენებს და არ ვიცი რაღაცას აქ გადის ზღვარი. სამხრეთის ზღვარი გადის ამ ტერიტორიისა, რომელიც გაიყიდა. და მე მგონი ღობამენ რა და გუშინ ესეც იყო ასე ნათქვამი, რომ საქონელი არ შემოვიდეს არხსა ვჭრიითო. ჩვენ გვინდა ეს კანონიერად საბუთით, რომ ეს ყველაფერი იყოს გაუქმებული და თუ გაყიდვა არის ამ ტერიტორიისა, შევისყიდოთ სოფელმა, არა თუ ერთმა პიროვნებამ, რომელსაც შეუძლია რომ მეორე დრისით ან გაყიდოს, ან რაღაც მოხდეს. სოფლის საძოვარი რანაირად იყიდა ვერ გავიგეთ. თუ შესყიდვა, სოფელი ვერ ვიყიდით კაცო. საძოვარის ძროხების სასხონელი საწავიყვანოთ. დღეს სოფელ თოხლიაურის მოსახლეობა აპროტესტებს სოფლის საძოვრების უკანონო მითვისების ფაქტს, აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით თაღლითური სქემით რამდენიმე ადამიანზე მოხდა ამის გადაფორმება, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა მოიგო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით და დაიბრუნა საძოვარი და მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა და ფინანსურ პოლიციაში თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დღეს ფორმალურმა მესაკუთრეებმა დაიწყეს კვლავ შემოღობითი სამუშაოები, უკანონო მოქმედება და რითაც პრაქტიკულად სოფელს უსმობენ საშუალებას, რომ საძოვრებით ისარგებლო. ჩვენ ვეხმარებით ამ სოფელს ამ სასამართლო დავების მიმდინარეობისას და ბუნებრივად დღეს გვინდა საზოგადოებრივი ყურადღება მივაპყროთ ამ პრობლემისადმი და მუნიციპალიტეტს მოთხოვოთ უზრუნველყო სასამართლო გადაწყვეტილების ასრულება და სოფლის ინტერესების დაცვა. ჩვენ უკვე ვესაუბრეთ აღნიშნულ პატრონას ახლა არის და ის პროექტი დაგხვდა, რომ არანაირ სამუშაოებს აღარ გააგრძელებს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.